ეს ოთხივე ბიჭი უკანონოდ არის დაკავებული და სირცხვილია მოსამართლის, რომელიც განჩინებასაც კი ვერ აგზანის და არ აგზანის ბიულეტენზე, როდემდე უნდა იყოს და ამ დროს ბიჭებს ეუბნებიან, რომ აღიარეთ და გამოგიშვებთ. ჯერ ის არის სირცხვილი, რომ ეს ბიჭები პატიმრები არიან და კიდე სირცხვილია ის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ იმ პატიმრებს. მაშინ აღიაროს კობერიძემ, რაც დააშავა თვითონ და ამ ბიჭებს არ დაჭირდება არავის შეწყალება, არც თავის ქვეყანაში იცხოვრებენ. მე მინდა რომ საქართველოდან არ გაიქცეს ახალგაზრდები, არ იყვნენ ტყუილად ციხეში. ყველას ოჯახი ელოდება უკან. ეს ბიჭები მოიხდიან ამ 4 წელს, ისევ ადამიანები გამოვლიან, იკითხონ იმათ, ვისაც ტყუილის დაბრალება შეუძლია, ტყუილა ფულის აღება შეუძლია, ტყუილით ცხოვრება შეუძლია თუ არა. მე ვიცი ჩემი შვილი რა არის, ვიცი გიორგი რა არის, ვიცი მერაბი რა არის და ოჯახები ელოდებათ გარეთ. ისინი ადამიანები გამოვლიან ციხიდან. მოსამართლე გეყოს სინდისი და გამოიტანენ სამართალი ისეთი, რომ ილოცონ შენზე და არა იწყევლო. არ იმსახურებენ ეს ბიჭები ასეთ უსამართლობას. ერთი დღე გვჭირდება, რომ ჩვენ ეს შევიკრათ, თქვა ჩვენი სათქმელი და სახელმწიფომ გაიგონოს, რომელსაც არ აინტერესებს თავის აზრის გარდა არაფერი. ჩვენ ერთად დავდგებით აუცილებლად. მე იმედი მაქვს ყველას ერთად გაერთიანების. მარტო ჭიათურა კი არ უნდა თენგო ყველგან დადიოდა, სადაც იყო, მარტო ჭიათურის ამბებზე არა. თენგო ყველგან აქტიურობდა და ალბათ ამის გამო მოყვა ამბადეში და არაუშავს, უნდა ზიდოს თენგომაც და გაუძლოს იმ ტკივილს და მე იმედი მაქვს, რომ გამძლეობას მისცემს უფალი და ჩვენც აქედან რაც შეგვიძლია ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ, რომ ეს ბიჭები უდანაშაულები გამოვიდნენ და უფრო კარგი ბიჭები გამოვიდნენ იქიდან. მე იმედი მაქვს, ვერ გატეხავს ის ციხე ამ ბიჭებს და ჩვენც ვიბრძოლებთ, აუცილებლად ვიბრძოლებთ და გავერთიანდებით.